მაგალითად, ვისოლ ჯგუფი ვისაც ეკუთვნის, ან აი ეს აფთიაქების ქსელი ვისაც ეკუთვნის, ან იმედი ვისაც ეკუთვნის, აი ბიზნესმენები, ხო? ეგ ხალხი არ არის აუცილებელი სადღაც თანამდებობაზე იჯდნენ. ეგ არის ოცნების ბიზნეს ელიტა და ეგ ოფიციალური შემომწირველები, რომელიც მე ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში ფულს დებენ ხოლმე. ფულს ისე კი არ დებენ, კაცო, მაგ ხალხს აქვს თავისი ბიზნეს ინტერესები და თავრობას იმას კი არ თხოვე რაღაცა ევროპაში შეგვიყვანე, არ შეგვიყვანე, ისინი ეუბნებიან, აი ჩემი ბიზნეს, აი ეს ინტერესები აქვს. მე ხო შენ გვერდში გიდგა ხარ. ხო არ ვაფინანსებ ოპოზიციას. მე ხო ფულს ვრიცხავ, როცა შენ გჭირდება წინასაარჩევნოდ. გამითვალისწინე რა და არც ანტიმონოპოლიური სამსახური აღარ შედის მერე მაგათ. არც შრომის ინსპექცია არ შედის, არც ისეთი კანონების მიღება არ ხდება, რომ მაგათ რამე ხალხის სასარგებლოდ ცოტა შეწუხდნენ და თქვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს გეკითხებით, კაცო, მაგათ რა სარგებელი აქვთ, ეგ ვიცით, მაგრამ თქვენ რატო ვერ ხვდებით, რომ მაგათ თუ არ მივაწექით, ამ სიღარიბეში ვიქნებით? აი ეგ არ ვიცი.